celebrate Georgia's Independence Day, which is very important for Georgian people. Usually we don't have many national holidays like Independence Day, but today we celebrate, and it's also we have some kind of feeling of protest that we are losing our independence because of the foreign actors, neighbors, large, big neighbors who want to abandon our freedom. And we have a double feeling. We are proud that we have independence, such a small nation, independent nation, but at the same time we fear that we might lose our independence very soon. Სანამ არ აღსგება ბოლომდე საქართველო, სანამ ბოლომდე არ გავიმარჯვებთ, როგორც მერაბ კოსტავამ გაიმარჯვა. ჯერ ადამ წამს რომ ეს ბრაზი იმ ქალბატონს რაც მაშინ ჩვენს მიმართ ჰქონდა. უსამართლო და მათი მშობლები განანახულო ქუჩაში. და იდგა ყოველჯერ, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი იყო კითხვის ქვეშ. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი. დგას დღეს უკვე 7 თვეა არჩევნების შემდგომ და 6 თვე იმის მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და გამარჯვებულია ამიტომ. ბაროელები ყველა მთელ ქვეყანაში და 1% ბაზის თავზე. სოლიდარობა ყველა ეკონომიკურად ჩაგროვს, სოლიდარობა პოლიტპარტიებს. დიდი მადლობა გილოცავთ.